ვაიმე. ცეცხლი გაჩნდა. იმედი არ დაგვეშლება რა. კარგად ჩერდება შამპური. ოე, დაითრია კიდე, მოდი აქ. მოგესალმებით მეგობრებო, რა შვებით, აბა როგორ ახართ, ხო ხართ მაგრად. დღეს გავაკეთებთ ძალიან მაგარ კერძ აფხაზურას ჩვენი გამომწერის თხოვნით. დაგჭირდება აუცილებლად ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ანუ შერეული ფარში არის, ასევე საქონლის ცხიმი, რომელსაც დავკეპავ, ცოტა სხვანაირად გავაკეთებ რა. თან რომ გამოვიკითხე და ვისწავლე, პირველად ვაკეთებ ამ ყველაფერს და რომ ვიკითხე ესეთი რაღაცა მითხრას, რომ შამპურზე ვარ გავიკეთებია, მოკლედ რა, ან გრილზე ვაკეთებო, ან ტაფაზე ვწავთო და დღეს მინდა რომ დავარღვიოთ ეს ყველაფერი და ჩვენ გავაკეთოთ შამპურზე. დაგჭირდება აუცილებლად ცხიმი საქონლის, რომელსაც ჩავკეპავ, ასევე დაგჭირდება წითელი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, სუნელები გვაქვს აქეთ, რაც აუცილებელია არის კოწახური, ხო კოწახურია. ხო, კოწახური, უცხო სუნელი, მონდარი, დაღერღილი წიწაკა და შავი პილპილი და მარილის მოტანა დამავიწყდა, რომელიც აუცილებლად შემოვა სტუდიაში. მარილი აუცილებლად და რა თქმა უნდა ბადეკონი. ბადეკონის გარეშე არ გამოვა ეს ყველაფერი, რომელიც ცოტა გაყინული არის, ახლა სიწყალში მაქვს ჩადებული და თავის პონჩი მოიხოდება, გალღვება და გადავახვით ძალიან მაგრად. ასევე დაგჭირდება ძვირიანი ბროწეული. რატო გააძვირეთ ხალხო ეს ბროწეული? რა არის ეგეთი? 10 ლარი მივეცი ერთ სალ ბროწეულში. მოკლედ, პირველ რიგში დავიწყებთ, გავატარებთ ძველ მამაპაპურ ასეთ ხორცსაკებში მწვანილს. ასე უხეშად გადავჭრი, რომ ჩაეტიოს ამ ხორცსაკებში. სოფელში ასეთ სუფთა ჰაერზე, ასეთი კერძი, აი არ ვიცი მეგობრებო რა. ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან 1000 გამომწერზე მინდა რომ ძალიან მალე ავიდე და სხვათა შორის კარგად მივდივართ. 500-ზე ვართ უკვე აუცილებლად დალაიქეთ თან ეს ვიდეო. გავაგრძელოთ მწვანილის ჩაჩეხვა. ჩვენი 8-ითაც აგერ არის. შენივრად გრძნობს თავს, კარგი საქონლის ძვლები ამოუტანეთ, ძალიან გემრიელად მიირთვა და აუცილებლად აფხაზურასაც დააგემოვნებს ჩვენი 8-ითა, ჩვენი მეგობარი. მწვანილი მზად არის, აი ესეთი ძველებური ეს ემალია, ემალის პატარა ჯამი შეუდგათ ესე გემრიელად. მოიწიეთ ახლა. აი ესე კარგად უნდა ჩავყაროთ შიგნით. ასე. ჩავპრესოთ. შემდეგ ხახვიც ესე გადავჭრათ. 4-ად. 6-ად ან 7-ad, ნახოთ როგორც მოგიხერხდება. ჩავამატოთ და დავიწყოთ გატარება. რა ხრაშახრუშის ხმა ისმის. ბავშვობაში ერთხელ კი არა ძალიან ბევრჯერ, რავი, რა ესეთი სადისტორი რაღაცები მახასიათებდა ხოლმე და ამაში ესე ბოლომდე ყოფდი ხოლმე შიგნით რა, ეს ხო ტრიალებს შიგნით და რო ვიყოლებდი ხოლმე ეგ მისწორდებოდა რატოღაც ეგეთი მავნე ბავშვი ვიყავი მოკლედ. ცეცხლის იქვე გიზგიზებს, კარგ ნაკვერჩხალს დადებს. პირველად ვაკეთებ ამ კერძს. ძალიან ბევრი კერძი მაქვს გაკეთებული და მომზადებული, რადგან პროფესიით დარეული ვარ, მაგრამ აფხაზურა რატომღაც არასდროს არსად არ გამიკეთებია. ქაბაბიც გამიკეთებია, კუპატიც, მაგრამ რატომღაც აფხაზურა არა. როგორც ვიცი, არ არის რთული შესასრულებელი კერძი, რადგან ხორცთან მუშაობა კობა გათიშე ბალგარკა ბიჭო რას აკეთებ ვიღებ ვიდეოს ამოჩემა ბალგარკა ჩამირთო მოусვინოთ კობას ბალგარკის ხმას მეორე ხახვით დავამატეთ კარგად გავატარებთ ეს არის ძველებური ხორცსაკები მანქანა ხალხს სად ქონდა 90-იანებში ეს ელექტროები და ისინი ყველა ამით ატარებდა ტონობით ხორცს ატარებდნენ ამ ერთ პატარა დანადგარში ალუმინში ხო ეგრეა კობა ხო ბევრ ხორცს ატარებდი ხოლმე ცხინვალში კარგი გრილი ხო უნდა ავაწყოთ მეგობრებო ძალიან მაგარი გრილი ეს ტიპოჭკა მინდა ვიყიდო უგოლნიკები რაღაცა და აი ესეთი ასახდელი გრილის გაკეთება მინდა ჩვენთან სოფელში რა სვარგის აპარატი მოდის გზაში ერთ-ორ კვირაში ჩამოვა მოკლედ ჩინეთიდან და ნახოთ რა დიდი გეგმები მაქვს მოკლედ ამიტომ უნდა გამოიწეროთ აუცილებლად ჩემი არხი გენაცვალეთ ყველას მოვჭით მწვანილის და ხახვის გატარებას აი ესეთი ვარიანტი გამოვიდა შემდეგ ცხიმი აი ამ ცხიმის ჩაკეპვა თუ ვაფშე ესეც გავატარო როგორ ჯობია მოდი გავატაროთ ხომ ის უნდა შეურიოთ ცხიმსაც გავატარებ მოკლედ ხა ამის დაკეპვას ჯობია რომ ესეც გავატაროთ იმედია გატარდება ცხიმი გვჭირდება იმისთვის რომ წვნიანი გამოვიდეს ჩვენი აფხაზურა
და ძალიან საინტერესო იქნება შამპურზე როგორ აიგება. ამისთვის დაგჭირდება კარგად მოუზილოთ ეს ხორცი, რადგან უფრო წებოვანი გახდეს. გავუშვათ ახლა შენი ცხიმი გაატარებს. ეგ არის საკითხავი. ატარებს. კი. შვენივრად ატარებს. ეს არის ჩემო მეგობრებო სოფელი რა. დაისვენებ ხმაურისგან, წამოხვალ. გემრიელად შეწვავ რასაც გინდა. დაჯდები და ისიამონებ. ეხლა ეს მასა უნდა გადავურიოთ ხორცთან ერთად. შევასუნელებთ. დაითრია კიდე. მოდი აქ. ოშე მაიმუნო. კიდე აგვაცალა ხორცის პარკს დაძდევს, მოკლედ რაც მოვედი ხორცის პარკი არ გაუგდია არა და იმხელა ძვლები უყრია აქ. პირიდან არ აგდებს მოკლედ ამ ხორცის პარკს რა. ნახე როგორ ეპარება. პოტორა მონადირე ვინ არის? ჩაუჯდა, გაიგე. მაგარია რვათით. მამა თუ მოგპარავს კიდე. კი არის წამოკოტრიალებული, კაი, სუფთა ჰაერი, კაი ჭამა, კაი სმა. ესე მოგვიკედლა ეს ძაღლი და ჩვენც რა თქმა უნდა შევიყვარეთ. მორჩა მოკლედ ამ ცხიმის გატარება. ეს ცხიმი კარგად ჩამოვიღოთ აქედან. მოკლედ ეხლა საქონლის ცხიმს და წვანილს გადაურევთ. ჩვენს ხორცში სადაც არის დაახლოებით ნახევარი ღორის ხორცი და ნახევარი საქონლის ხორცი დავიდა შიგნით. ესე. შემდეგ, როგორც გითხარით, ამაში გვაქვს კოწახური, უცხოსუნელი, დაღერღილი წიწაკა, ქონდარი, შავი პილპილი და აუცილებლად მარილის გამოვიდან სახლიდან და დავაყრე. ესენი უკვე თვალის ზომით დაყრილი მქონდა თებსზე და პირდაპირ წავიდა შიგნით. მარილის დავაყრით. გემოვნებით. კარგად უნდა გქონდეს მარილი, რა თქმა უნდა. და რაც მთავარია, კარგად უნდა მოუზილოთ შიგნით. ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ შამპურზე და შამპურზე ჭირდება მეტი წებოვნება ქონდეს ხორცს, რადგან არ ჩამოგვივარდეს და არ შევრცხოთ. მარილი საკმარისია და დავიწყებთ ამის კარგად გადაზილვას რა. გონიცით ცოტა დიდი ჯამი უნდა ამეღო, მაგრამ არა უშავს. როგორ მიყურებს? კარგად მოუზილეთ ფარში, კარგად შესუნელდა და კარგად შეგემრა. როგორც არის. ეხა ამას ცოტა ხანი დავასვენებთ მაცივარში, დაახლოებით 15-20 წუთი და დავიწყებ როწეულის გარჩევას და თან ვილაპარაკოთ ცოტას რა. შია. კვილები დამანახეთ აკრიჭი. მეგობრებო, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში შემდეგი რა კერძი მოვამზადოთ. ხო ხედავთ, ვასრულებ ჩემი გამომწერების თხოვნებს. დამიწერა კაცმა, გააკეთე ვაფხაზურო, ვაკეთებ აგირზმო, გამოვა იდეალური. ამის დარევა მორჩა, ესეთი ტიპი გამოვიდა. ამას შევაგდებ ახლა მაცივარში, დავასვენებ ცოტა ხანი, დაიღალა და გავაგრძელებთ 1-15 წუთში მოკლედ ბროწეულს რო გავარჩევთ რა. წავიდა ახლა მაცივარში. ეს ჭარი ჩემი გაკეთებული. ეს სახლი რო ვიყიდეთ, ძველი ჭაი იყო ძალიან და მე და მამაჩემა, ეს ფასადი ყველაფერი მე გავუკეთე ჩემი ხელით. გამოვიხელმა კაცმა, ამიტომ ცხოვრება ეგეთია ჩემო მეგობრებო, რასაც მოინდომებ. და თუ მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა. ეხლა თვალად რაღაცა იდეალური ლარში არ არის გასწორებული, მაგრამ კარგია რა. სანამ ჩვენი ფარში ისვენებს, მანამდე ბროწეულს გავარჩევთ, თან პატარა ტექნიკას გასწავლით. მარტივად ეხლა ეს სათითაოდ რო არაცალოთ, როგორ უნდა გაარჩიოთ, ძალიან უცებ რა. აი ესე გადავსერავთ ბროწეულს, რო გავხსნათ შუაზე. გადავხლიჩავთ. ნახოთ აბა როგორი ბროწეული გამოგვატანას. 10 ლარიანი ბროწეული რა არის. მაგარია. ამ ხელამარცვლები აქ ნახე, განგემრიელი იქნება. გავსინჯოთ. მაგარია. არ გვინდა ნახევარი, მოკლედ ოყოთ ესე რა. დავიკავებთ ესე მუჭაში და მასაჟს გავუკეთებთ უკნიდან და კოსს ავიღებთ და ესე ტაკოზე მოვცხებთ რა. აი ესე ოდნა წაარტყავ. მიარტყავ ნახე როგორ ცვივა. ტექნოლოგია. სიჭყლიტება არაფერი, არ გიგონოთ რომ რამე იჭყლიტება ჩაულებრივად, აკაიფოდ გამოვა რა. აი, ესე სცილდება ქერქს ბროწეულის მარცვლები. ეს ძალიან კარგი ამინდია, არც წვიმა, არც ძალიან ცხელა. ზეკი არის, მაგრამ ისეთი რა, კარგი ამინდია. იმედია შეწვის დროს არ დაიწყება ქარბორბალა და წვიმა. ბროწეულის გარჩევასაც რჩებით. ძალიან კაიქია ეს ბროწეული, მაგრამ ნახევარზე მეტი სუქერქია. 2 ცალი ბროწეულის ხე არის ჩარგული ჩემს ბაღში, მაგრამ ჯერჯერობით არის. ბაბა, ბროწეული რამდენ ხანში ისხავს ხოლმე? 3 წლის მერე და 1 წლისაა? ერთი ყვავილი აქვს უკვე ერთსო, ანუ რაღაც წელიწად ნახევარში უკვე ჩვენი ბროწეულების გვექნება. ბროწეულის გარჩევას რომ მორჩებით, ჩვენი ბადექონის გავღვება, ისეთი ვერ ვიშოვე, სადაც ვიყავი გაყინული ქონდათ და წამოვიღე მაინც გაყინული, გავაგდე წყალში და გავღვება მალე. შემდეგ დავიწყებთ უკვე დახვევას და შამპურზე აგებას და ძალიან საინტერესო იქნება, რამდენად გამოგვივა შამპურზე და თან, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გიგანტური. ხო
ხო აკეთებენ ხოლმე ამ ხელებს რა, პატარებს ძალიან. ესე კატლეტის ფორმებს და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დიდი, აი ორი შამფურის ხელა უნდა გავაკეთოთ. ამ ხელა, ასე ამ ხელა აფხაზურები გვექნება ჩვენ. ბოლომდე ეს ვიდეო სანახავი. დავიწყებთ ახლა მეგობრებო შამფურზე აგებას. ხორცი უნდა ავაგოთ პირველ რიგში შამფურზე და შემდეგ შემოვახვიოთ ბადეკონი გარედან. ძალიან საინტერესო იქნება. იმედი არ დაგვეშლება რა, ზოგადად ტაფაზე იწება ეს ხორცი, მაგრამ ჩვენ დავარღვევთ ამ ტრადიციებს და გავაკეთებთ შამფურზე აგებულს. დავიწყოთ ხორცის აგება. საკმაოდ წებოვანი ხორცი არის, კარგად ჩერდება. კარგად ჩერდება შამფური. ვაუ, ვიზდეს გონი ვერ ვაკეთებდი. კი, წყალი მოდის, კი. ვაუ. ნახოთ ერთი მეგობრებო, რაღაცა გამოწვევა და ჩელენჯია ამის. როგორ არ უნდა ავაგო, შანსი არ არის და მოიცა. რა ფქვილში მეც. მე ხა ვაფშე რას ვიცი, ვიცი, ფორმას მივცემ ჯერ. და მე გავუყრი ერთიანთ, იმედია ცეცხლზე არ ჩავარდება. მოიცა. აი ეს ფორმა მივცეთ. და ერთიანად ავაგოთ. შამფურზე მოვინდომი აგება ბიჭო, ესეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გამიკეთებია. შამფურზე რო ამეკო, პიზდეს. ნახოთ აბა რა გამო. კობა, შენი აზრით დაიშლება? ადე თუ არ შეეხლა ვერ გადაახურვა. ხო, აბა. ბადე გინდა ბადე. აი ბადეკონი. აი ეს არის ბადეკონი. რომელშიც ნახე როგორ მოვარდნოს სუნაგო. ამაში გადავახვევთ მოკლედ მეგობრებო. ჩვენს აფხაზურას. ნუ ეს არის იდეაში აფხაზურა. მომწავით. მოდი აბა. ოპა. Что таикро. Այնცა. აი ესე გავუკეთოთ. შევკრათ. ახაც შევკრათ. წინაც შევკრათ. ასე ნელა გადავახვით. მამას მოვაჭრით უკვე ამდენი აღარ უნდა. ეს არის გიგანტური აფხაზურა მეგობრებო. შამფურზე არავინ არ აკეთებს ამას, ყველა აკეთებს ტაფაზე და ჩვენ ვაკეთებთ შამფურზე. მაგრამ ექსპერიმენტები გაინტერესებს. არ მადგებოთ. პირველი შევახვიეთ მეგობრებო წარმატებით, ჯერჯერობით. ეხლა მეორეს გავაკეთებთ, თოდას დავასველებთ შამფურს. და აქედან გავუკეთებთ ხორცში. ეს წავედით, აბა დავდოთ ახლა ცეცხლზე. იმედია არ გამოვარდება აქედან ეს ხორცი. აბა წავით. აფხაზურა შამფურზე სიგიჟია მეგობრებო, დალაიქეთ აუცილებლად და გამოიწერეთ ჩემი არხი. წავიდა მეორეც, რა უნდა გამოვარდეს, უნდა შევწვათ იდეალურად. უნდა შევწვათ იდეალურად. დავატრიალოთ დოლურა. კარგია. გავაჩეროთ. უპრეცედენტო შემთხვევა ხდება მეგობრებო, ვარდება შამფურიდან ჩვენი აფხაზურა, რადგან არ იყო კარგი იდეა შამფურზე გაკეთება. მამა ჩემი ახლა რეცხავს სეთკას, რომ დავდოთ სეთკაზე. მალე. დავაი შეუშვირე. ოპა. ვაიმე. ცეცხლი გაჩნდა. ამის დედავატი. აი ბევრმა ცხიმმა რა გამოიწვია მეგობრებო. ცეცხლი გაჩნდა. ჩავაკრეთ. არა ისე ვაინთო. მაგრამ ძალიან მაგარია, მოდი ნახე. შეიკრა. ცოტა დაასხირო, ცეცხლი არ წაეკიდოს. ძალიან ბევრი არ გინდა. აი ეგრე. სულ რაღაც 2 წუთი დარჩა აფხაზურას შემოსვლამდე.
იწვება ძალიან კარგად, ჩვენ ცოტა დავისვენეთ, ჩიტების ჩიკჩიკს უსმენთ. ანა, შენ რა სიტყვი? მე აფხაზურა პირველად გამასინჯა პაპამ და მაგის მერე არ გამისინჯავს. ალბათ 10-12 წლის ვიყავი და ეხლა უნდა გავსინჯო მეორედ და იმედია, იმედებს არ გამიცრობს, იმიტომ რომ პირველად როცა გავსინჯა ძალიან დადებითად დამამახსოვრდა. გემრიელი იყო, ხო? კი. ფიქრობ, რომ ძალიან გემრიელი გამოვა, რადგან ეს შებოლილი არომატი ყველაფერს უხდება, ყველანაირ ხორცს მოკლედ და თან ძალიან ექსტრემალურ მდგომარეობაში მოგვიწია მის შეწვა. და რჩევას გეტყვით, რომ არ შეწვათ შამპურზე, რადგან უეჭოლი ჩამოვარდება რა. ვერ დაიჭერს ვერანაირად, ვერც ბადეკონი და ვერაფერი. ამიტომ ჯობია ისე გრილზე ან ტაფაზე შეწვათ, მაგრამ გრილზე შემწვარი უფრო უკეთესია, რადგან რაღაც მომენტში ცეცხლიც ხდება, ბოლიც ხდება და უფრო გემრიელი არომატი ექნება. აი ესეთი მაგარი გამოვიდა, შეხედე როგორ გასისწვენი. აფიქსირებ, ხო? ძალიან მაგარია. ეხლა გავუკეთოთ ძალიან მაგარი სერვირება. ოჰოჰოჰოჰოჰო, ეს იქნება რაღაცა ძალიან მაგარი. დავიწყოთ. ხახი. ესე დავადოთ. დავაყაროთ ლამაზად ბროწეული და დავიწყოთ გასინჯვა. კარგია. დავიწყოთ მეგობრებო გასინჯვა. როგორი გამოვიდა ჩვენი აფხაზურა, აი ეს ნაჭერი აიღე. ვნახოთ, აუ ძალიან წუნიანია. ცხელია. მაგარი გამოვიდა, ხო? კი. გემშვიდობებით მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქით ეს ვიდეო და აწერეთ კომენტარებში შემდეგი რა კერძი მოვამზადოთ. კარგად იყავით.